პროპაგანდის ამორალობა და სიმყრალე იმაში არის, რომ ეს არის ბოლო გაფართხალება იმპერიის იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მოკვდეს. მსგავსი არასოდეს არ გამოუცდია არც ერთ ქვეყანას, რომელმაც ღრმა დიქტატორით არ დაამთავრა, ან სიხლიანი რევოლუციით. ბელორუსს რატო ვედრებით? ჩვენ ბელორუსს მართლა არ გავხვდებით. ბელორუსი კიდე ევროპული არის. ჩვენ გავხვდებით პირდაპირ ჩეჩნეთი. წინა ადგილზე გამოდის რაღაცა ეგოები და აი ამასთან ვერ დავლაგდები, ამასთან ვერ დავლაგდივე. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ან ციხეში, ან ემუქრება უახლოეს დღეებში და თვეებში ციხე. კაც რომელმაც ყველგანაჩვენა ყველა შემთხვევაში, რომ უბრალოდ პროცესის ჩამშლელია. გაბუტული შეყვარებული იყოს ამ ქართული ოცნების, ხო? ეს რო ცოდნოდათ მაშინ, რომ ამ მდგომარეობაში იქნებიან. მე ხო ვიცით. უფასოდ შეგათრიოს აი ამ თავის ადგილობრივ არჩევნებში, რომ მე დედა გიტიროს იქ ბოლომდე დაგმარხოს. ყველაზე ცხელი პოდკასტი იყო, რომელიც მქონია. ქუდი, ხუდი და შორტი არ ექნება. შორტებიც არ შეიძლება? შორტებიც არ შეიძლება. ასე რომ რომ არ აღეგზნო? დავამონტაჟოთ მოვაჭერი.